ალან ბერსეს გზავნილებს ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა დიალოგის თემა. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ყველა მხარეს კონსტრუქციული საჯარო დისკუსიისკენ მოუწოდა, თუმცა ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე ქართული ოცნების ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს და ნებისმიერ თემაზე დისკუსიას კატეგორიულად გამორიცხავს პრეზიდენტი და ოპოზიცია. ბარიერგადალახული პარტიები შარლ მიშელის შუამავლობით წარმართულ პროცესს იხსენებენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ მეორე რაუნდი არ შედგება. განსხვავებულია ქართული ოცნების პოზიცია, სადაც რამდენიმე დღეა დაინტერესებულ პირებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. მმართველი გუნდი ალან ბერსეს გზავნილებს დადებითად აფასებს, ოპოზიციას კი ისევ დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს უნდობლობა პირველმა გვარამია მელია გირჩი დროას ერთობამ ჯერ კიდევ გუშინ გამოუცხადა და ოპოზიციასთან შეხვედრის ფორმატში მონაწილეობაზე უარი უთხრა. ვიზიტის დასასრულს კი ბერსეს წინააღმდეგ 4-ვე ბარიერ გადალახული ძალა გაერთიანდა. მიზეზი მათთვის არასასურველი გზავნილებია. ამ მხრივ გარდამტეხი აღმოჩნდა უცხოელი მაღალჩინოსნის შეთავაზება დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დაწყების თაობაზე. არ გვჭირდება პირობები, არც წინა პირობები იმისათვის, რომ შედგეს კარგი დიალოგი. გვჭირდება ნდობა მხარეებს შორის და უნდა შეიქმნას ეს ნდობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შედგეს დიალოგი. ამასთან დაკავშირებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მთავარი პასუხი თვითონ ქვეყნისგან უნდა წამოვიდეს. ყველა მხარემ უნდა შეძლოთ შესაბამისი პირობების შექმნა. ჩვენის მხრივ რისი გაკეთება შეგვიძლია? მე აქ სამოქმედო გეგმა ვახსენე, რომელიც გვაქვს საქართველოსთვის. ეს სამოქმედო გეგმა ახლახანს იქნა დამტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ. ეს დაგვეხმარება, რომ თქვენ დახმარება გაგიწიოთ საქართველოს გვერდით ვიდგეთ 2024-დან 2027 წლამდე პერიოდში. მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია და ამ კონტექსტში უნდა იყოს მნიშვნელოვანი გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ღონისძიებების გატარება ყველა აქტორის დასახმარებლად, მაგრამ ამის ნება უნდა გქონდეთ თქვენ, რომ ეს წინაპირობები თქვენ შექმნათ ქვეყანაში. სხვაგვარად გარედან დიალოგის თავსმოხვევა შეუძლებელია. ეს ასეა. ამ შეთავაზების გაკეთების შემდეგ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კრიტიკის შემცველი განცხადებები ბარიერგადალახული ოპოზიციის ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს და ის ქართული ოცნების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. უფრო შორს წავიდა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანზე თქვა, რომ მათ ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა და რომ ერთ-ერთმა მათგანმა პოდმოსკოვიაში უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი. შვეიცარიის ყოფილ პრეზიდენტს და ამჟამად ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დიალოგის შეთავაზებისთვის ოპოზიციის ლიდერებმა რეალობას მოწყვეტილი საეჭვო კაცი და ოროსანი უწოდეს. საეჭვო კაცი ძალიან საეჭვო დროს ჩამოდის თბილისში და საეჭვო შეხვედრების შემდეგ აკეთებს ძალიან საეჭვო განცხადებას. ბიკინო ივანიშვილი ფიქრობს და როგორც ჩანს ფიქრობს, რომ მსგავსი პოლიტიკური თაღლითობით შეძლებს რაღაცა დოზით მაინც შეძინოს. შეძინოს ლეგიტიმაცია უკანონო რეჟიმის. რა თქმა უნდა, აქედან არაფერი არ გამოვა. ეს უბრალოდ ფუჭიმცდელობა. სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, მათ შემიძლია მეურჩიო ერთადერთი რამ. უპირობოდ სასწრაფოდ განთავისუფლეთ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული აქციების შემდეგ. და რა თქმა უნდა, სასწრაფოდ ელაპარაკეთ ქართულ ხალხს და სასწრაფოდ დანიშნეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი. დღეს მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხს, რუსული კანონის შელამაზება და ასე შემდეგ. პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა, ახალი არჩევნები. დაჯექი ორიანი. შარლ მიშელი ორი არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე, მხოლოდ ახალი არჩევნები. ამ განცხადებებიდან მალევე ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტის სახელზე ერთობლივი განცხადება შეიმუშავა. კერძოდ მოუწოდებენ განსახილველად დააყენონ საქართველოში ალენ ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურებოდა კრიზისის განმუხტვას და პირიქით მეტად
ძნელად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. აგრეთვე ქართული ოცნების მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს. ოპოზიციის გზავნილში, რომელიც ფაქტობრივად ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდღიანი ვიზიტის გამოძიებას ითხოვს, გაკრიტიკებულია გამჭვირვალობის კანონში ცვლილების შესაძლო შეტანის საკითხი და ნათქვამია, რომ კანონის გაკეთილშობილება მიუღებელი და უადგილოა. როგორც ჩანს, ოპოზიცია გაღიზიანებულია გენერალური მდივნის და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის შეხვედრის საკითხითაც. ყველაზე დიდ ეჭვს ბადებს მისი შეხვედრა ივანიშვილთან, რომელზეც არანაირი საჯარო ინფორმაცია მან არ გაავრცელა. ეს არის ფაქტი. მე დაუსიკიდეც კითხვა პირად შეხვედრაზე ამასთან დაკავშირებით და მაგალითად პრეზიდენტი მაკრონი, როდესაც ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რაზე ჰქონდა საუბარი და კონკრეტულად რა პოზიციები ჰქონდა. ეჭვს ბადებს ამ ადამიანის სიჩუმე და რაც შეეხება მის მიერ გაჟღერებულ პოზიციებს, იქნება ეს რუსული კანონით თუ სხვა საკითხები, სამწუხაროდ ამ ადამიანს ამ შეხვედრაზე არც კი უხსენებია ეს თემები და უცებ ასე საჯარო სივრციდან გავიგეთ ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით. აქ არ დგას საკითხი რუსულ კანონზე, აქ დგას საკითხი ძალაუფლების მიტაცებაზე. ის რომ დიალოგი ოპოზიციის დღის წესრიგში არ შედის, ქართულ ოცნებაში არ უკვირთ. მართვალ გუნდში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს გადატრიალების მოწყობის გეგმა ჩაუვარდათ და ახლა გაღიზიანებას ვერ მალავენ. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებამდე კი დიალოგის შეთავაზება არაერთხელ გააკეთა მთავრობის მეთაურმაც. აქ საუბარია უბრალოდ ამ ასე თქვა გადატრიალების სცენარის ჩავარდნაზე. ამ ადამიანებს აღიზიანებთ 1,100,000 ქართველი ამორჩეველი. ამ ადამიანებს აღიზიანებს ის მათი ამორჩეველიც, რომელიც რევოლუციის მომხრე არ არის. ამ ადამიანებს აღიზიანებს ყველაფერი ის, რაც მათი ლიბერალური ფაშიზმის ხოტყის შემსხმელი და საკმეველის და გუნდრუკის მკმეველი არ არის. რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას არჩეული და ეს სტრატეგია არის შემდეგი, რომ დახურონ აბსოლუტურად ყველანაირი გზა და შესაძლებლობა დიალოგისკენ, მაქსიმალურად მოხდეს ხელისუფლების თუ არჩევნების დელეგიტიმაცია და შეიზღუდოს ყველანაირი საერთაშორისო კომუნიკაცია. ეს იყო მათი გზა. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი გაწმილებული არიან, თუ ოპოზიციას ნამდვილად აქვს იმის სურვილი, რომ დიალოგი შედგეს და რაც თავარია დიალოგზე უფრო მეტად თავარი შედეგი რაც შეიძლება იყოს, რომ ქვეყანაში პროცესები დაბრუნდეს ნორმალურ ჯანსაღ გარემოში, მაშინ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი მხრიდან ყოველ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ დიალოგს. შემაჯამებელი პრესკონფერენციის შემდეგ ალენ ბერსე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ოპოზიციის მსგავსად ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მისამართით მწვავე იყო სალომე ზურაბიშვილის შეფასებებიც. ევროპელი მაღალჩინოსნის გზავნილებით ისიც უკმაყოფილოა. მოქმედი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ევროპის საბჭოს დელეგაცია გაუგებრობაშია და სათანადოდ არ ესმის ქვეყანაში არსებული სიტუაცია. აუხსენი ის, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც არის უშუალოდ პასუხისგებელი ერთ რამეზე და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას ადამიანების თავისუფლება. აუხსენი გენერალ დივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არ აღიარებული არავისგან ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რა რუსული კანონი, ვის რა აინტერესებს რუსული კანონი. ბოლო წლებში ევროსტრუქტურებიდან ქართული ოცნების კრიტიკის შემდეგ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სამდღიანი ვიზიტი, რომელიც კონკრეტულ შედეგებში ტრანსფორმირდა ხელისუფლებისთვის ახალი რეალობის შექმნას ნიშნავს. რეალობას, რომელიც მართველი ძალის თქმით ფარდას ხდის ერთი მხრივ ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებს, რომელიც შედეგებზე და მშვიდობაზე ორიენტირებული არასდროს ყოფილა, მეორე მხრივ კი სხვადასხვა ევროსტრუქტურებს, რომლებიც ქართული ოცნების კრიტიკით საზოგადოებაზე გავლენების მოხდენას და ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობდნენ. ამ პოლიტიკური ლიდერის განცხადებამ სულ სხვა რეალობის, ასე ვთქვათ, მოყვანა დაიწყო საქართველოში. რომ ევროპა მოგვიწოდებს დიალოგისაკენ, პოლარიზაციის შემცირებისაკენ და არა იმისკენ, რასაც სამწუხაროდ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედავდით, როდესაც ხდებოდა ცალმხრივი, დაუმსახურებელი კრიტიკა, დაუმსახურებელი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს წინააღმდეგ, ხან მოლაპარაკებების არ გახსნა, ხან სტატუსის არ მონიჭება, მერე იძულებით მონიჭება და ასე შემდეგ.
მუდმივი წახალისება ოპოზიციისა, მუდმივი ჩარევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, საარჩევნო კამპანიაში უცხოეთის მხრიდან თან მუდმივი, ასე ვთქვათ, ნარატივის გატარება იმისა, რომ ხელისუფლება არის პრორუსული, აი ეს დამოკიდებულება სწორედ კვებავდა პოლარიზაციის ზრდას ჩვენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ზოგადად დიალოგი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია, ეს 4 რადიკალური პარტია არის სინამდვილეში მეორადი ძალები. მათ ყავთ საკუთარი პატრონი და ჩვენ გვირჩევნია, რა თქმა უნდა, მათ პატრონებთან გავმართოთ დიალოგი, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ აუცილებლად გვექნება ამ 4 პოლიტიკური პარტიის უფროსებთან დიალოგი მომდენო კვირების განმავლობაში. ვის გულისხმობთ ვეტყვით? აი, ჩვენ საუბარი გვქონდა მათ შორის ტიპს წეიძზე და ასეთ რაღაცეებზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რეალურად, რომ თვის ბოლოდან ვითარება შეიცვლება. ეს მარტივი არ იქნება. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისთვისაც არ იქნება ადვილი deep state-ის დამარცხება. თვის შეძლებს deep state-ის დამარცხებას, ამ შემთხვევაში შეიძლება დიალოგი აღარც გახდეს საჭირო და აღდგება მარტივად სამართლიანობა და შევხედოთ როგორ განვითარდება პროცესები. იქნება თუ არა ოპოზიცია ურყევი დიალოგის შესახებ მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებაში, ამას დრო აჩვენებს. მათი კატეგორიული მოთხოვნიდან გათავისუფლდნენ დაკავებულები. ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფთა გათავისუფლების პირობა დადო. ახალი არჩევნების ჩატარებას კი გამორიცხავს და ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.